ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას, რომ ეს ბანერი გაშალეს აქციის მონაწილეებმა, რომელიც რამდენიმე წუთი წინ გაიყვნენ ალაბრის მეტროდან, როგორც აღიქმული იყო, ისინი მიემართებიან ახლა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფისს, სადაც 3 საათი რამდენიმე წუთის წინ წესით უკვე უნდა დაწყებულიყო სხდომა, სადაც განიხილება კრიტიკული დამოკიდებელი რეჟიმის წინააღმდეგ და მთავარი არქის წინააღმდეგ სარჩელები. ხმაურიანია ეს საპროტესტო აქცია, გაშლილი აქვთ მოქალაქეებს დროშები, საქართველოსა და ევროკავშირის გაშლილი აქვთ ბანერები, თავისუფლების დაცვა ნიშნავს ამ შემთხვევაში მედიის დაცვას და ეს ორი რამ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა და ეთერში თვალსაჩინებთ მარშს, ვიცავთ თავისუფალ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას, როგორც ხედავთ მოქალაქეების შეგრებილები არიან ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, წინარეკში დგანან CDC-ის პატიმრების ოჯახის წევრები, ბუნებრივია, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები სოლიდარობას უცხადებენ დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელეკომპანიებს. ეს მარში იმართება განხილვის პარალელურად, როგორც იცით, დღეს განიხილება ქართული ოცნების საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში. კახაბექაურმა უნდა გადაწყვიტოს რა ტიპის სანქციას დაუწესებენ ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე კრიტიკულ ტელეკომპანიებს, TV ფორმულას, TV პირველს და თავარს. სწორედ ამ ტელეკომპანიებს უჩივის ქართული ოცნება და პირადად ირაკლი კობახიძე. აქ საუბარია ტერმინებზე, რომელიც განსაკუთრებით აწუხებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს. ეს არის CDC-ის პატიმრები, ოლიგარქის რეჟიმი, ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტი და ასე შემდეგ. ეს არის ის ტერმინები, რომლის საფუძველზეც დაიწერა საჩივარი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და ეს საჩივარი შესულია მარეგულირებელ კომისიაში. ამ კომისიის ხელმძღვანელი და უფროსი არის კახაბექაური, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. თუ არის შესაძლებელი, ნანო ჩაკვეტაზე შემოვიყვანოთ ისევ პირდაპირ ეთერში და ის გაესაუბრება ადგილზე შეკრებილებთან მოგისმენთ. საპროტესტო აქციას უერთდებიან რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები, როგორც წესი, ამ საპროტესტო აქციის მედიის მხარდაჭერით საჯარო მარში წინახაზე დგანან, სწორედ მათ გავესაუბრები არჩილ გუსელიანის რეჟიმის პატიმრის ოჯახის წევრია ჩვენთან ერთად. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას, ამ ბანერს მოუყვებით თქვენ ახლა. გვითხარით უფრო მეტი, რა არის თქვენი მთავარი мотиваცია, რატომაც მიიჩნევთ, რომ თქვენი ადგილი სწორედ აქ არის, რატომ უნდა დავიცვათ დღეს მედია? მედია აუცილებელია დავიცვათ, იმიტომ მედია რო არ ყოფილიყო აქამდე, ჩვენ ამდენს ვერაფერს გავიგებთ ჩვენი ბიჭების შესახებ, მათი სიმამაცის შესახებ. ვერ ვნახავდით იმ კადრებს, თუ რამდენი დაასახიჩნეს და ცემეს პოლიციელებმა. ამიტომ მედიის გარეშე ძალიან რთული იქნება საერთოდ თავისუფლებაზე ლაპარაკი. შეიზღუდება ყველა ინფორმაცია და ამიტომ ხარდაჭერა მედიაში. თავისუფლება მედიაში. დიდი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან თავისუფლების საპროტესტო მარშის ორგანიზატორები. რატო ხელბაშიან ხედავ, რომელსაც ახლა გავესაუბრებ მას, რომ მეც ვიხავ თავისუფლების საპროტესტო მარშის შესახებ, თავარი ძალების შესახებ. რატო გამარჯობა? პირდაპირ ეთერში მუშაობთ, რატო
გამარჯობა. Გვითხარით, თუ შეიძლება, რატომ არის მნიშვნელოვანი დღეს მედიის მხარდაჭერა, ისე როგორც არასდროს აქამდე არ ყოფილა და რატომ უდრის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა დღეს პირდაპირ მედიის დაცვას. თანაც თუ შეიძლება დავაკომენტაროთ და გვითხარით მოლოდინებს ეს დღევანდელი სხდომის კომკომში ვიცით, რომ სამი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება. საერთოდ ამ მედიაზე შეტევა არის ძალიან სახიფათო მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თუ რაიმე გვესმის ჩვენ პრობლემების შესახებ და ადამიანის ბუნების დარღვევის შესახებ, კორუფციის შესახებ, რომელსაც გამოხრეს ეს ქვეყანა, ამ ყველაფერს ჩვენ ვიგებთ მედიისგან. მედიის თავისუფლების შეზღუდვა და მედიის გაჩვენება ამათი ამოცანაა, რომ მე ეს რეპრესიული მექანიზმები კიდე გაამკაცრონ, იმიტომ რომ ხმის ამომღები საიდანვე ხოდა გაიგოს ადამიანმა ვიღაც უფლება რო ირღვევა, ხო? შეტევა როგორც სატელევიზიო მედიაზე, ასევე შეტევა სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტრუმენტი და თუ ეს გამოგვაცალეს, რეპრესიები იქნება გაათმაგებული. ამიტომ კარგად უნდა გავიაზროთ რა არის დასაცავი და ბოლომდე უნდა დავიცვათ. დიდი მადლობა ლიკა ზაკაშვილს ხედავ, მასაც ვწდი რომ დავუსვა შეკითხვა. ლიკა, სალამი კიდევ ერთხელ. სიმბოლურია რომ ევროპარლამენტმა მიიღო კაცრი კრიტიკული რეზოლუცია, სადაც გარკვევით არის ჩაწერილი, რომ ზია ამაღლობელის დაპატიმრება არის დაგმობილი და არის მითითებული, რომ აუცილებელია, რომ პოლიტპატიმარი ქალი ჟურნალისტი გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. გვითხარით ამ რეზოლუციაზე რა ძალა შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ტიპის გამოხმაურებებს უცხოეთის უმაღლესი ტრიბუნებიდან. თან ესეც დაეხმარება თუ არა ამ პროცესებს იმ პირობებში, როცა ვხედავთ, რომ რეჟიმი კიდევ უფრო აძლიერებს რეპრესიებს დამოუკიდებელი მედიის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზია ამაღლობელის სიმართლე ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცხადი. საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ვინც დაინტერესებულია მზიას თემით, უკვე ყველა მიხვდა, რომ ის ბრალი და წინასწარი პატიმრობა, რომელიც მზიას შეეფარდა, არის უკანონო. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სიმართლე ყოველთვის იპოვის თავის გზას და დარწმუნებული ვარ, ეს რეზოლუციაც და იმის დემონსტრირებას და ამის თქმა, რომ რაც ჩაიწერა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მზია არის უკანონო პატიმარი, აღკვეთი ღონისძიება, წინასწარი პატიმრობა არის უკანონო და ბრალი არის სრულიად უსამართლო. მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს. თავისუფლება მზია ამაღლობელს. ბატონო, დიდი მადლობა ლიკა ზაკაშვილს უსმენდით. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრებთ, როგორც გითხარით. ცოტა ხნის წინ დაიძნენ აქციის მონაწილეები ავლაბრის მეტროდან და ისინი უკვე მიემართებიან კომუნიკაციის ეროვნული კომისიების ოფისისკენ, სადაც მიმდინარეობს სამი დამოუკიდებელი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ქართული ოცნების სარჩელის განხილვა. ლაშა კაციას ხედავ, რეჟიმის პატიმრის ნიკა კაციას მას შევეცდები გავესაუბრო. ლაშა, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. მინდა გითხოთ, თქვენი мотиваცია რა არის, როგორც ერთი მოქალაქის, როგორც რეჟიმის პატიმრის ოჯახის წევრის, რომ მიდგეთ აქ და როგორც წარმოგიდგენიათ საერთოდაც, რომ თუ კი კრიტიკული მედია არ არსებობს და ქართული ოცნება თავის ამ მიზანს რაღაცნაირად მაინც მიაღწევს. აი მაგალითად, თქვენი ძმის პროცესების გაშუქება ჯერ ისედაც შეზღუდულია ფაქტობრივად, ხომ? თქვენ ითხოვდით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერს ეს შესაძლებლობა ვერ მიიღეთ. როგორც წარმოგიდგენიათ მთელი ამ პროცესების განვითარება, თუ კი კრიტიკული მედია ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. პირველ რიგში აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი ძმა იდგებოდა ზუსტად აქ, რადგან ჩემი ძმა ჟურნალისტია, ჩემი ძმის ყოველი წერილი, ყოველი გამოსვლა სასამართლოზე თუ არ ვიცი, ყოველი სატელეფონო ზარი რაც კი შედგება ხოლმე ციხიდან, სულ იმას იძახის, რომ დადეკით მართალი მედიის სადარაჯოზე და ზუსტად ვიცი, რომ დღეს აქ იქნებოდა ჩემი ძმა, როგორც მზია ამაღლობელზე ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ჩვენთან ერთად იქნებოდა, რომ არა ეს რაღაც აბსურდული ბრალდებით დაკავება მისი და ჩვენი ვალია ზოგადად როგორც მოქალაქეების თავისუფლება ყველაფერში გვინდა, მათ შორის სიტყვის თავისუფლება გვინდა და როგორც არ უნდა გაამკაცრონ, არ ვიცი ეს რეგულაციები თუ რაც ქვია და რასაც ეძახიან, არ ვიცი წერონ და იკითხონ, ჩვენ ყოველთვის ვიდგებით მართალი მედიის სადარაჯოზე, ყოველთვის დავიცავთ თავისუფალ სიტყვას და რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბატონო, დიდი მადლობა. ცოტა ხანში აქციის მონაწილეები, რომლებიც დაიძრნენ ავლაბრის მეტროდან, იქნებიან უკვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფისთან, სადაც მიმდინარეობს სამი დამოუკიდებელი მედიის ფორმულას, TV პირველისა და მთავარი არხის წინააღმდეგ ქართული ოცნების წამოწყებული და გაგზავნილი სარჩელების განხილვა. როგორც ჩანს, თუ კი დღეს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს კახაბექაურის თავმჯდომარეობით კომისია, მათ ამ გადაწყვეტილების გამოცხადება სწორედ ამ მოქალაქეების ხმაურისა და პროტესტის ფონზე მოუწევს.